თვითფასო მეგობრებო. ჩვენი ყველა შეხვედრა ღიმილით იწყება და ღიმილით მთავრდება. ღიმილი ამშვენებს ადამიანს. ღიმილი ახალისებს და მომავლის წმენასა და იმედსაც მართებს. ღიმილი მრავალგვარია. არის სიხარულის, კეთილი განწყობილების გამომხატველი ღიმილი. არის სევდიანი, ნაღვლიანი და ზოგჯერ მწარე ღიმილიც. ასე არავის არასოდეს გაუყიმია დედამიწაზე. არასოდეს კაცობრიობის დასაბამიდან. ამ ღიმილმა მოიარა მთელი მსოფლიო და უკვდავებად, მარადიულ ღიმილად, სილამაზისა და მშვენიერების სიმბოლოდ იქცა. დიდი იტალიელი მხატვრისა და მოქანდაკის ლეონარდო და ვინჩის ჯოკონდა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მსოფლიოს სამხატვრო გალერეათა დარბაზებში. ეს მომაჯადოებელი ღიმილი ხიბლავს და აჯადოებს მილიონთა გაოცებულ მზერას. მაინც რა იდუმალება ჩააქსოვა გენიალური მხატვრის ბრუნჯმა მონალიზას ამ გამაოგნებელ ღიმილში, რომელიც ატომგულის ენერგიას იტევს, საცაა აფეთქდება და მზის სხივებად, გაზაფხულის ყვავილებად უამრავ ღიმილად იქცევა. იქნებ ეს ღიმილი მაშინ გაჩნდა, როცა დედამ ახალდაბადებული პირბშო იხილა და საწოლიდან ნაზად გაუღირა. იქნებ მაშინ გაჩნდა ეს ღიმილი, როდესაც ახალ გამოღვიძებულ მწვანე ბალახზე ლურჯმა იამ პირველად შესძინა მზეს. ან იქნებ ქალწულის ბაგეზე აღბეჭდილი განცდა, როდესაც მას პირველად გაუმხილეს სიყვარული. ან იქნებ არის ლეგენდა, რომ ლეონარდო და ვინჩის ფუნდუკში ესტუმრა ცოლ-ქმარი. ქალის მომხიბლავმა ღიმილმა გააოცა გენიალური ფერმწერი და ეს საოცარი ტილო შექმნა. მეორე ვერსიით ეს თვით მხატვრის ავტოპორტრეტია ქალური სახის ინტერპრეტაციით. ვინიცის თავარია, რომ ჯოკონდა ღვთიური სახეა. იღიმება ჯოკონდა, იღიმება იდუმალი ფერებით, იღიმება და გვახსენებს ჩვენ ადამიანები იმით გამოვირჩევით სხვა არსებათაგან, რომ ღიმილი შეგვიძლია. ღიმილი საოცარი, განუმეორებელი ხილვა თვალთაგან, ცოცხალი სამყაროს ულამაზესი და უმშვენიერესი ყვავილი. დიახ, ღიმილი მრავალგვარია. მაგრამ არის ღიმილი, რომელიც მკვეთრად განსხვავდება ყველა სხვა დანარჩენი ადამიანური ღიმილისაგან. ესაა დიპლომატიური ღიმილი. დიპლომატიური ღიმილი იმასაკ ისა, რაც საერთოდ მსოფლიო დიპლომატია არსებობს. ეს არ არის ჩვეულებრივი ღიმილი. როცა დიპლომატი იღიმება, უნდა იცოდა, რომ ამ ღიმილს იქით მას სხვა სერიოზული ჩანაფიქრი, მოსაზრებათა მთელი სპექტრი აქვს გათვლილი. დიპლომატი უღიმის მტერსაც და მოყარესაც, ბოროტსაც და კეთილსაც. ყველას, ვისთანაც მას სახელმწიფოებრივი კონტაქტი აქვს, ან კონტაქტის დამყარება სურს. დიპლომატიურ ღიმილს ქმედების ძლიერი კოეფიციენტი გააჩნია. ზოგჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე მასობრივი გამოყენების რომელიმე სამხედრო იარაღს. მაგრამ ღიმილის არც სწავლა და არც შეძენა არ შეიძლება. იგი ჩვეულებრივი ადამიანური თვისებაა, ბუნების საჩუქარი, ნიჭი, ისევე როგორც სხვათა ყოველთა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ უნიკალურ ღიმილს ფლობს მსოფლიო დიპლომატიის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი, ამჟამად უღიმილო დარჩენილი გაწანებული ქვეყნის საქართველოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე. ფიგურალურად ვთქვათ, ამ ღიმილით დაანგრია მან თითქმის სამუდამოდ ჩაკირული გერმანული სადემარკაციო კედელი. ამ ღიმილით გამოიყვანა საბჭოთა ჯარები ავღანეთიდან. ამ ღიმილით გააალღო ცივი ომის წყინული ჩვენს პლანეტაზე. ამ ღიმილით შეარყია იმპერიის გალავანი და ამ ღიმილით ესტუმრა თავის მშობლიურ ქვეყანას. მაგრამ ღიმილი როგორ ძლიერ მუხცაც არ უნდა ფლობდეს, იგი არ სცილდება ადამიანის ბაგეთაგან და ჰიგიენურად ნაკლებ საშიშია. სამაგიეროდ საფიქრალია, რომ დიპლომატთა და სახელმწიფო მოღვაწეთა შეხვედრებში გაჩნდა ახალი კომპონენტი, კოცნა. რუსთაველი კი ამბობს, რომ ძულსო ხვევნა კოცნა ტლაშამ ტლუშიო, მაგრამ დიდი პოეტი ამ შემთხვევაში მამაკაცი და ქალის
ინტიმურ ურთიერთობებს გულისხმობდა და არა დიპლომატიურ ჩახუტებას. ამ თვალსაზრისით ინტიმურ დიპლომატია დაღიქმება ბრეჟნევისა და ინდირა განდის, გორბაჩოვისა და ტეტჩერის ოფიციალური შეხვედრები, რომელთაც რუსთაველის დისტანცია არასოდეს დაურღვევიათ. მაგრამ ამ ბოლო ხანებში ერთმანეთს ეამბორებიან მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეებიც. კონკრეტულ შემთხვევებში ასეთი ამბორი გაუგებარი და საშიშიც გია. როდესაც საქართველოში სტუმრად ჩამოსული რუსეთის თავდაცვის მინისტრი პაվել გრაჩოვი შევარდნაძესაც გულში იკრავს და არძინბასაც, რით უნდა აუხსნათ ეს ორმხრივი სიყვარული? იქნებ იმით, რომ მას არც ერთი ჩაქრის გულში და არც მეორე. ან იქნებ ერთი უფრო უყვარს, ვიდრე მეორე და იმ პირველს თვალის ჩაგვრით ეფერება. ან კიდევ უკეთეს შემთხვევაში მათი დამოყრების შუამავალი ღმერთმაქნას, რომ აფხაზი და ქართველი ხალხი კვლავ ჩაეხუტოს ერთმანეთს. მაგრამ მე პირადად არ ძიბას, არც ღიმილის და არც სიცილის არ მჯერა კაცის, რომელმაც ამდენი სისხლი მოუტანა როგორც ქართველებს, ისევე თავის მშობლიურ აფხაზ ხალხს. მე არასოდეს მინახავს არ ძიმბას ღიმილი. და თუ მაინც როდესმე იღიმება ისი, აი ასე წარმომედგენია მისი ღიმილი. ამასობაში კი ქართველ ხალხს დაავიწყდა ადამიანური თბილი ღიმილი. საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა ტრაგიკომიკური სპექტაკლებით განებივრებული ტელემაყურებელი ახლა ამ სანახაობასაც მოკლებულია. უკანასკნელ ხანს პარლამენტის ხდომებმა ისტერიული და საშიში ხასიათი მიიღო. აქამდე თუ საპარლამენტო ტელეეკრანზე უფრო მეტი ჩაპლინი, ფიონესი და ჟორჟოლიანი ალექსანდრე მყასვედულობას ჩანდა და გულწრფელად ვიცინოდით, ახლა თანდათან წინაპლანზე რიჩარდები, არავიძეები და შადიმან ბარათაშვილები გამოჩნდნენ. რა მოელის საქართველოს? რა იქნება ხვალ? და ახლა ამ პოლიტიკურ ქაოსში, გაურკვეველი ხვალინდელი დღის მოლოდინში, ისევ მსოფლიოს უპირველეს ნათელ მხილველს, ნოსტრადამუსს უნდა მიმართოთ ზემო ორი კითხვით. ნოსტრადამუსი იტყოდა ასე: იმძლავრებს ჟამი საქართველოში, დროს ცეცხლის ალი მოედება დედა თბილის და მე ისტორიად დაავიწყდებათ აღა მაჰმად ხან. უმალ წალეკავს ცეცხლის სენები სკოლას ქალაქის უპირველესსა. როცა უწყალო დაიფრიტება მზაკრულ ტყვიებით წმინდა გუმბათი აშუქისა. როცა შავებით შეიმოსება ოდეს ლამაზი სახლი მრავალი. როცა დაიღურება სისხლი ძმათა ისევ ძმათაგან და ჩამოწვება დიდი ღამე გამზირს რუსთველის, ჩრდილოეთიდან გამოჩნდება თეთრი მხედარი ამხედრებული თეთრ ცხენზე და თეთრი მანტიით და საქართველოს გიორგივით მოევლინება გიორგი თავად. ტახტს დაუთმობენ მას ისინი, ვისაც თავად ტახტზე ჯდომა სურთ, რომ მისი ხელით მოაშთონ იგი ძველი მყრობელი ამაფერნისა, აქამდე რომ სისხლი გაუშრო და კარგა ხანს ამყოფა დილეგს. თეთრი მხედარი ოდეს მამლუქი და უცხოთა დიდი დესპანი, რომლის გონით და შორს მჭვრეტელობით შეირყა დიდი იმპერიის ფუძე ბალავარ და გუმბათიც დაემხო მიწას, გაირღვა უფრო დიდი მამლუქის ყიდრნაგები პუსთა კედელი, იგი გიორგი მოევლინება თავის მიწას უცხო ტომების დამპყრობთაგან გამოსახსნელად და მშვიდობის დასავანებლად. მაგრამ სურვილი ტახტის ფლობის არის მრავალი,
ხოლო მსურველი ტახტზე ჯდომის უფრო უმრავლეს. ტახტი კი არის მხოლოდ ერთი, როგორც რომ ბრძანებს მამამშობელი იბერიის ყოფილი მეფის დიდი სეხნია არსაკიძისა წერალი დიდი. და დაიწყება ბრძოლა ტახტისთვის. დაიხილავენ ქართველები ტელეთვალთაგან ყველა რიჩარდის და შადიმანის აღზევებას და ხმლების ჟღარობს. მერე იქნება ომი აფხაზეთს და სამაჩაბლოს. ომი უაზრო, გაუგებარი. ზოგისთვის ომი, სამშობლოსთვის თავის დადება. ზოგისთვის ხვეჭა, სეირნობა სტამბულ, დუბაის. მერე როდესაც დიდ ცეცხლის სახლში გაეხვევა დიოსკურია, ქეთრი გიორგი როგორც მისი დიდი სეხნია შვილი ნოსტესი გაეშურება რუს, ადიღელ, კაზაკ, ჩეჩენ, აფხაზთაგან აფხაზეთის გამოსახსნება. მაგრამ იმცლავე ციკ შადიმანი თავის ამალით და ზურგიდან აცგერებს მახვილს და იქნება დიდი ღალატი. მერე იქნება დიდი დაცემა და გამოქცევა ასევე დიდი. დაიქნება გზა გოლგოთის თოვლიანი, ყინულიანი, რომლის ბილიკებს შეუდგება განწირულთა დიდი ლაშქარი. მერე იქნება დიდი ქაოსი, დავაკამათი, ლანძღვაგინება, ერთმანეთის გადაბრალება და ახალი ომი ტახტისთვის. და რადგან ტახტი არის ერთი, ხოლო მსურველი ტახტზე ჯდომის არის მრავალი, თეთრი მხედარი, ოდეს მამლუქი და უცხოთა დიდი დესპანი ვეღარ გაუძლებს თვისტომელთა დიდ შემოტევას და როდესაც აფხაზეთში ტოლვილთა ნაცვლად შევა მხოლოდ ანკეტები, თავის კოლეგას ოდეს ყოფილს მიატოვებენ უცხოელნი თანადესპანი და ჩრდილოელი მეზობელის გზებს გადაუჭრის შურის ძიები, მაშინ უეცრად დატოვებს ტახტსა იგი გიორგი და შორიგზით გაეშურება ხელის ცეცებით ოიდიპოს განწირული ბედისწერისგან. იქნება წელი, რომლის ბოლო ციფრი არის 4 და დამდეგი ხუთიანისა. ეს საოცარი თავდება წიგნი, მომავლის ხილვის, ფიქრის და მუზის. ჩვენ კი კვლავ ტანჯავს შეკითხვა იგი. მართლა სცდებოდა ნოსტრადამუსი? საოცრებათა სამყაროში. არ ვიცი თქვენ დაიჯერებთ თუ არა ამ ამბავს. საოცრება კი მრავალია ამ ქვეყანაზე. აბა როდესმე წარმოიდგენდით, რომ ჩვენს ეგზოტიკურ პლანეტაზე, სადაც მილიონი წლების წინათ გადაშენდნენ რეპტილიები, უზარმაზარი ცხოველები, შიშის ზარს რომ სცემდნენ გამოქვაბულებში შეყუჟულ პირველ ყოფილ ადამიანის მოდგმას, რომ 21 საუკუნის მიჯნაზე კვლავ გამოჩნდებოდნენ დინოზავრები. და თურმე ყველაფერს უნდა მოელოდეს ადამიანი. ყოველკვირეული გაზეთი The News-ი გვაუწყებს, რომ ამერიკელ და ინგლისელ მეცნიერთა ჯგუფმა ბრაზილიაში აღმოაჩინა ისტორიამდელი ცხოველი. თავიდან კვლევარებმა სკეპტიკურად შეხედეს აღმოჩენას. მათი ეჭვი სწრაფად გაიფანტა მათ თვალწინ. ეს ეჭვი გაფანტა დაატრიალებულმა ტრაგედიამ. 20 მეტრიანმა დინოზავრმა გადაყლაპა ჩიკაგოელი ზოოლოგი რიჩარდ მირსი, რომელსაც თქვენ ახლა სურათზე ხედავთ. ეს გამაუგნებელი ამბავი ასე დაიწყო. მიემგზავრებოდა რა ბრაზილიის ჯუნგლებში დოქტორი ჯონათან ჰოლტი უნებრივი არ მოელოდა იქ ცოცხალ დინოზავრთან შეხვედრას. მიმდინარეობდა ჩვეულებრივი მუშაობა. ზოოლოგები, ბიოლოგები და პალეონტოლოგები ატარებდნენ თავიანთ გამოკვლევებს და უცებ მათ შეამჩნიეს უცნაური ნაკვალევი. განსაკუთრებული ექსპერტიზა არ სჭირდებოდა იმას, რომ დაესწრათ. აქ დინოზავრმა გაიარა.
სწორედ ასეთი ანაბეჭდები ინახება პალეონტოლოგიურ მუზეუმებში, გვიამბობს ჯონათან ჰოულტი. მათი ასაკი 65 მილიონი წელია. ეს კი ჯერ ისევ სველი იყო. ჩვენ შოკში ჩავყარდით. როგორ დაგვეჯერებინა ეს და ჩვენ წავედით დინოზავრის საძებნელად. დოქტორ ჰოულტის ჯგუფი 7 დღეს მისდევდა ნაკვალევს და ბოლოს ურჩხულს წყალსატევთან წააწყვეტენ. ჩვენი ოპერატორები მაშინვე შეუდგნენ გადაღებას, განაგრძობს ჰოულტი. ხოლო რიჩარდ მირსი გაეშურა ამ საშინელებისაკენ, რომ ახლოდან უკეთ შეეხედა. მე არ მომეწონა ეს წინ დაუხედაობა და შევეცადე შემეჩერებინა იგი. მაგრამ რიჩარდმა ყურად არ იყო ჩემი გაფრთხილება და მითხრა: მე დინოზავრებს ყოველდღე კი არ ხვდები. რიჩარდი ძალიან ახლოს მივიდა ურჩხულთან. ჩვენ ვუყვიროდით, უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. დინოზავრი ხვლიკივით გამოყოფდა მისკენ და ჩვენ დავინახეთ, როგორ ჩაიკარგა სწავლის ფეხები უსარმაზარ ხახაში. სიტუაცია საგანგებო შეიქმნა. საშიშროება ემუქრებოდა მთელ ჩვენს ჯგუფს. გამოსავალი მხოლოდ ერთი იყო: დაგვეძინებინა დინოზავრი. ვერტმფრენით გადმოიტანეს ჯუნგლებში დიდი რაოდენობის დასაძინებელი წამალი. შეუშვეს იგი ბატკანში და მიაწოდეს დინოზავრს. მან სწრაფად გადაყლაპა მორიგი ულუფა და უკვე 1 საათის შემდეგ ყდარივით ეძინა. მძინარე ურჩხული შებოჭეს ფოლადის ტროსი. როცა დინოზავრს გამოეღვიძა, განძრევაც აღარ შეეძლო. სპეციალური საზიდით გამოიტანეს ჯუნგლებიდან და შემდგომი მოგზაურობა სატვირთო ხომალდის გემბანზე მყოფს მოუხდა. ამჟამად ცხოველი აღარ არის საშიში. იგი იმყოფება სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, განსაკუთრებული დაცვის ქვეშ. უყვება ჟურნალისტებს გაოგნებული დოქტორი ჰოულტი. ვფიქრობ, რომ მისი სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლებელია. ჩვენ არ შეგვიძლია გავრისკოთ. მისი გამოშვება გარეთ გამორიცხულია. მეთვალყურეობის ქვეშ კი საჭმელს არ იკარებს. ასე რამდენიმე კვირას თუ გაატანს. როგორ ჩანს, ჩვენ ისევ დავაძინებთ მას. ამჯერად სამუდამოდ. ამ დაუჯერებელი ისტორიის ავტორია ჟურნალისტი ანჯეი მიში. ხოლო ისტორია რომ მართლაც სარწმუნო იყოს, ყოველკვირეული გაზეთი დინოზავრის ფოტოსაც გვთავაზობს. თოვლის კაცი. პინიაბლის კალიკა ისტორიკოსია. თელისი თავისი ცხოვრება ბავშვებთან მუშაობს. მისი გაკვეთილების სცილდება სკოლის პროგრამას, უგვიძებს ფანტაზიას, უფართოებს გონებრივ ჰორიზონტს. თოვლის კაცის პრობლემისადმი ინტერესი აღეძრა ჯერ კიდევ მოსკოვში სწავლის წლებში. ამ ფენომენის შესწავლის სურვილმა მიიყვანა სამხრეთ აზერბაიჯანის ტალიშის მთებში. 1988 წელს რუსმა გეოგრაფმა, მოგზაურმა და გეოდეზისტმა სატუნინმა მიიღო დავალება აღენიშნა რუკაზე მდინარე თენქერუჩაის კოორდინატები. დავალების შესასრულებლად მიდიოდა მდინარის კალაპოტის გასწვრივ. მდინარის ნაპირთან შეხედა თმიან ადამიანს. ამ შეხვედრის აღწერა დიდი ხანი ინახებოდა მოსკოვში, მეცნიერებათა აკადემიის არქივში. ისეთ ქაღალდებს შორის, რომლებიც არ იწვევს ინტერესს. ომის დროს და მერეც პრესაში გამოჩნდა ცნობა თოვლის კაცის ძებნის შესახებ ჰიმალაის მთებში. აი ასეთი ექსპედიციის ორგანიზება გადავწყვიტე მეც 1984 წელს. იმაზე რომ ძებნა საჭირო იყო ტანიშის მთებში, მარტო სატურნის ჩანაწერები არ მიუთითებენ. ამ რაიონს იკვლევდნენ სხვა ექსპედიციებიც და აი დაახლოებით 30 წლის წინათ ჩვენი ჯგუფი 24 მოსწავლე და 2 პედაგოგი გაემართა ლენქორანის რაიონში. ერთ-ერთ სოფელში ჩვენ გავეცანით მოქალაქე კულიევს, რომელიც ორჯერ შეხვდა თოვლის კაცს. პირველად ნახა მოხუცებული, გათეთრებული ქალის ღვამი, რომელიც დაფარული იყო თმით. მეორე შეხვედრა მოხდა ომის დროს. ცხენი, რომლითაც იგი მიდიოდა, უცებ შედგა, დაიხვიხვინა. მახლობლად იდგა 2 მეტრიანი არსება, დაფარული თმით, პატარა თავით, მოხრილ პოზაში. დაინახა თუ არა ცხენოსანი დაედევნა. შეშინებულმა კულიევმა მიაღწია სოფელს და პირველ შემხვედრ სახლში შევარდა. როცა მასპინძელთან ერთად გარეთ გამოვიდა, იქ არავინ იყო. ლენქორანის ბავშვთა სახლის უფროს კლასელები მუშაობდნენ ტყეში.
გამგემ საჭმელი მიუტანა და გამობრუნებისას ტყის პირთან დაინახა ბავშვი. გააჩერა მანქანა და დაელაპარაკა. რომ მიუახლოვდა დაინახა რომ ბავშვი თლიანად თმით იყო დაფარული. ჩვენ მოვისმინეთ თქვა კალიკამ და ჩავიწერეთ ხმები. გავაკეთეთ ნაკვალევის ასლები, მაგრამ თოვლის კაცის დანახვა ვერ შევძელით. ის ძალიან რთული არსებაა. ფლობს ტელეპათიურ შესაძლებლობებს. ასე რომ, სანამ ჩვენ მიუახლოვდებოდით, ისინი წინასწარ გრძნობდნენ ამას. მეცნიერმა პორშნელმა დიდი დრო მოანდომა აფხაზი კაცის მოძებნას, რომელმაც ცოლად შეირთო გამოუცნობ არსებათა წარმომადგენელი, რომელთაც ერთნი უწოდებენ ალმასტებს, ხოლო სხვები გულია ბანის და იპოვა ასეთი. მას ეძახდნენ ზანას. გააჩინა ორი შვილი. მაშასადამე შეიძლება ორი შტოს კავშირიც. ყურადღება მოგველის ოფიციალური ვიზიტი უცხო პლანეტელებთან. ფიზიკოსი ილია ილარიონის ზენაზაროვი მრავალი წლის წინათ დაინტერესდა ასტრონომიით. ის გამოუცნობი მფრინავი ობიექტების თავგამოდებული მკვლევარია. გარდა ამისა, ფლობს წინასწარმეტყველების იშვიათ უნარს. მან იწინასწარმეტყველა მოს გამოუცნობი მფრინავი ობიექტების გამოჩენა მოსკოვის მხარეში 1990 წლის 26 ივლისს და უცხო პლანეტელების ჩამოსვლა 14 აგვისტოს კანარის ერთ-ერთ კუნძულზე. ყველაფერი ახდა. კუნძულის ცხოვრებლებს არ მიეცათ მათთან დაკავშირების საშუალება. ისინი მხოლოდ შორიდან შენიშნეს. გთავაზობთ კორესპონდენტ კაპიტონოვის ინტერვიუს მასთან. კორესპონდენტი: რატომ გაურბიან უცხო პლანეტელები დედამიწელებთან კონტაქტებს? ნაზაროვი: ვფიქრობ, რომ გალაქტიკური საბჭო ჯერ არ თავს მათ ამის ნებას. უნდა ითქვას, რომ კაცობრიობა ჯერ უახლოვდება განვითარების იმ დონეს, რომელსაც ძალუც მისცეს მათ ის განათლება, რომელსაც ფლობენ შორეული კოსმოსურ სამყაროთან ცხოვრებენ. ალბათ წარმოგიდგენია, როგორ ინტელექტუალურ სიმაღლეს მიაღწევს მათ მიაღწიეს ფლობენ რა დროისა და სივრცის მართვის უხარს, რომ ეწვივნენ ჩვენს პლანეტას. კორესპონდენტი: ძალიან საწყენია, თუმცა ჩვენზე ასეთი წარმოდგენა აქვთ. ბოლოს და ბოლოს ხომ შეუძლიათ მათ განვითარების ასეთ სივრცეზე ჩვენი აყვანაც? ნაზაროვი: უნდა ითქვას, რომ ბოლოს ასე იქნება. მაგრამ დედამიწელები ხელს უშლიან კოსმოსის ცხოვრებთა ნორმალურ განვითარებას. უშლიან კი არა, საშიშროებასაც უქმნიან მათ. დედამიწაზე თუ გაჩაღდა ბირთვული ომი, მაშინ თვით პლანეტას დაიღუპება და რამდენადაც ის კოსმოსური ორგანიზმის ნამდვილი შემადგენელი ნაწილია, ვითარცა სხვა პლანეტები. მისი არსებობის შეწყვეტა ნამდვილ დარტყმას მიაყენებს მთელ კოსმოსურ სისტემას. ჩვენმა კოსმოსურმა ძმებმა არაერთხელ აგვაცილეს თავიდან ბირთვული ომი. მეს ნამდვილად სარწმუნო წყაროებიდან მიცი. კორესპონდენტი: საიდან? ნაზაროვი: დედამიწელებს შორის არიან ადამიანები, რომელთაც კონტაქტორებს უწოდებენ. კოსმოსმა ისინი ჩვენთან ინფორმაციის მოსატანად შეარჩია. ასეთები ცოტაა. 2 ათეულამდე თუ იქნება. ისინი ტელეპათიის საშუალებით იღებენ ცნობებს კოსმოსიდან. მეცნიერები ცდილობენ ამ ფენომენის გამოკვლევას, შესწავლას, მაგრამ არაფერი გამოსდით კოსმოსის გარეშე. ერთ-ერთი ასეთი კონტაქტორი არის ჩემი კოლეგა და მეგობარი, რომელიც ცნობებს მაწვდის. კორესპონდენტი: მითხარით, თქვენ თვითონ ხომ არ ხართ კონტაქტორი? ნაზაროვი: თქვენი ნებართვით ამ კითხვას უპასუხობთ. კორესპონდენტი: რამდენადაც თქვენ ფლობთ წინასწარმეტყველების უნარს? იქნებ გითხრათ, მოგვედის თუ არა უცხო პლანეტელებთან ოფიციალური შეხვედრა, ან როდის მოხდება მათი ეს ვიზიტი ჩვენთან? ნაზაროვი: ეს კონტაქტი მოხდება. ოღონდ დრო და ადგილი მოგვიანებით იქნება ცნობილი. ნახოთ, როგორ ახდება მისი მორიგი წინასწარმეტყველი.
ახლა ცოტა რამ მამაკაცებსა და ქალებზე. უცხოეთის პრესიდან. სპარტელი საბერძნეთი. ქალები უცოლო მამაკაცებს ჰერკულესის ტაძარში კიცხავდნენ. ძველ რომში კი ომში დაუპულის ქვრივს ძალად მიათხოვებდნენ უცოლო მამაკაცს. დაოჯახებულ კაცს კანონით მამის ქონება არ ეკუთვნოდა. ცნობილმა ბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა უცოლო მამაკაცების დაჯარიმებაც კი მოითხოვა. მისი აზრით, ურჩმა, რომელმაც 35 წელს მიაღწია და ცოლი არ შეურთავს, უნდა გადაიხადოს გარკვეული თანხა. რათა არ ეგონოს, თითქოს მარტო ხელობა მისთვის ხერი და შეღავათია. ძველ გერმანიაში მამაკაცი ქორწინების ასაკს 50 წელი თუ გადასწდებოდა, უფლება არ ჰქონდა თავისი ქონება ვინმესთვის ეანდერძებინა. ქონება სახელმწიფოს რჩებოდა. საფრანგეთში ასაგადაციებულ მამაკაცს ლუდოვიკო მე-14-ის კანონით ნადირობა და ვაჭრობა ეკრძალებოდა. ინგლისში თუ კაცი ქალს წინადადებას მისცემდა და ცოლად აღარ შეირთავდა, იგი საკმაოდ დიდი თანხით ჯარიმდებოდა. ტაილანდში კანონი გაუთხოვარ ქალებს უფრო სჯიდა, ვიდრე უცოლო მამაკაცებს. თუ ქალი დროზე არ გათხოვდებოდა, მის გაბედნიერებაზე მთავრობა ზრუნავდა. ცოლად აძლევდნენ დამნაშავეს. ჩინეთში თუ კაცს სიღარიბის გამო არ შეეძლო ცოლის შერთვა, უფლება ჰქონდა განსაზღვრული ვადით დაექირავებინა სხვისი ცოლი. ვადის გასვლის შემდეგ ნაქირავები ქალი პატრონს წინანდელ ქმარს უბრუნდებოდა. ამის იმედი ქართველ მამაკაცებს არ უნდა ჰქონდათ. აი იაპონიაში ერთდროს თითქმის არ იყვნენ გაუთხოვარი ქალები. თუ ქალი თავისით არ გათხოვდებოდა, მას საქმროს მთავრობა შეურჩევდა. ქალს კი უფლება არ ჰქონდა უარი ეთქვა არჩევანს. რჩევა დარიგება ქალებს. თუ გსურთ ყოველთვის მოსწონდეთ მამაკაცებს. გიყვარდეთ ის, ვინც მთელი არსებით გიყვარდ და ენდეთ მას. ნუ დაუწყებთ კამათს, მით უმეტეს სხვების თანდასწრებით. ჩუმად იყავით. ყოველთვის შეაქეთ. აღტაცებული იყავით მისი ჭკუით, მომხიბლაობით, გარეგნობით, განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით. ჩაუნერგეთ საკუთარი ძალების რწმენა, კეთილშობილება, გულუხობა და თქვენდამის სიყვარული. ნაზად მოექეცით და ხშირად გაუმეორეთ, რომ თქვენ იგი გიყვართ და თქვენსავით მას ვერასოდეს ვერავინ შეიყვარებს. ნურას დროს უსაყვედურეთ. საყვედურის მაგიერ ცოტა წაიტირეთ, მაგრამ სლუკუნის გარეშე. თუ მან გაკოცათ, თქვენ სიამოვნებით კოცნითვე უპასუხეთ და ასე შემდეგ. ნურასოდეს მოექცევით უხეშად, ნურც ხვევს. იყავით მხიარული და დამთმობი. დაინტერესდით მისი საქმეებით, პროფესიით. აგრძნობინეთ, რომ მის საქმიანობას ანიჭებთ უპირატესობას თქვენთან შედარებით. კითხეთ რჩევა დარიგება. სთხოვეთ ამა თუ იმ საკითხის განმარტება. უთხარით ხოლმე, რომ აღმერთებთ მის მშობლებს, განსაკუთრებით დედას. ყოველთვის გამოიჩინეთ მათდამი ყურადღება, განსაკუთრებით დედისადმი. დრო და დრო დატოვეთ განმარტოებით. ნურასოდეს დაკარგავთ პირადი ღირსების გრძნობას. ნუ დაუწყებთ უდში ბევნას. მასთან ყოველთვის იყავით მხიარული, გაღიმებული და მოცინარი. განსაკუთრებით იცინეთ მაშინ, როდესაც ენა მახვილობს. როდესაც მასთან ერთად იმყოფებით საზოგადოებაში, ნუ დაიწყებთ კოპწიაობას, ნუ მისცემთ ეჭვიანობის საბაბს. ეს ძალიან მავნეა. ნუ ეცდებით თავი მასზე ჭკვიანად წარმოაჩინოთ. დაარწმუნეთ, რომ მხოლოდ ის არის თქვენი ბურჯი და ნამდვილი დასახდელი. საჩუქარი და ფული ყოველთვის მხიარულად, უდიდესი სიხარულით და მადლიერების გრძნობით გამოართვით. ისწავლეთ გემრიელი საჭმელების მომზადება, მაგრამ ჭამას ნუ დააწალებთ, მით უმეტეს სასმელს.
მოერიდეთ სულელ ძუნწ უსაქმურ და სასმელის მოყვარულ მამაკაცებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ ქალი ხართ და უგზნობ ყეყეჩზე დრო არ უნდა დაგარგოთ. და ბოლოს ქართული. სიყვარული არ იქნება ძალად. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემა ღიმილი დავიწყეთ და ღიმილით გვინდა დავასრულოთ. წინა გადაცემაში ჩვენ წარმოგიდგინეთ იუმორისტული სიუჟეტი, სტუმარი ხოხბის ფრთის ნაპირიდან. ქართველებს იმდენად მოეწონათ ფეიჰოას სტუმრობა, რომ გადავწყვიტეთ ჩვენ მისი გაცილებაც წარმოგიდგინოთ. მაშასე სატირული იუმორისტული ჯგუფი ზურიკელა წარმოგიდგენთ იუმორისტულ ფილმს ფეიჰოას გაცილება. გამარჯობა ძირფას ტელემაყურებელო. როგორც თქვენთვის ცნობილია, ქარეში სტუმრად იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკის ხოხბის ფრთის ნაპირის პრეზიდენტი აბდულ აბდალ ნაბდალ დაბდალ ამამ მამამ ჰამამ იო ფეიჰოა ბუხვა. საპატიო სტუმარმა ერთი დღე დაჰყო ქარეში და დადგა მისი გამგზავრების დღე. ვითვალისწინეთ, რა თქვენს ცნობის მოყვარეობას აფრიკელის სტუმრისადმი გამგზავრების წინ ჩვენ თავის თარჯიმანთან კიციკიც მარიაშვილთან ერთად კვლავ მოვიწვიეთ სტუდიაში მისტერ ფეიჰოა და ვთხოვეთ თავისი შთაბეჭდილებები გაეზიარებინა ჩვენი მაყურებლისათვის. მისტერ ფეიჰოა, ვთხოვთ რამდენიმე სიტყვა უთხრათ ჩვენს მაყურებელს. ეს იყო ყველაზე დამახასიათებელი თქვენთვის ქარები. ხალე, ხოლე, სოლე. მომხიბულად თქვენმა გაკეთებულმა კერძებმა, განსაკუთრებით მომეწონა ჭახრაკინა. კარგი იქნება თუ საერთოდ ჭახრის ფოთოლზე გადახვალთ, ცხიმი და ფქვილი დაგეზოდება და თუ ზედ უშაქრო ჩაისაც დააყოლეთ, ეს უფრო იოლად გამოყვართო. ისე კი ვახტანგ სანდოძის გაკეთებული ხინკალი მომენატრაო. ძვირფასო ფეიჰოა, რამ გაგავოცათ ყველაზე მეტად? ჭუბა, ჭუბა. პირველად ვნახე ისეთი ქალაქი, სადაც აბანო არ აქვს და მაინც ბანაობენო. ჩემს ქვეყანაში რომ ჩავალ, ტასტებსა და ლახანკებს გამოგიგზავნითო. ისე კი საკონსაც მოვაყოლეთ და თუ მეც დავპატიჟებთ ერთად ჰუმანიტარულ ბანაობაში მეც მივიღებ მონაწილეობასო. რა მოგეწონათ ჩვენთან და რას გაიზიარებთ თქვენი გამოცდილებიდან? რომელიც თქვენს ქვეყანას და ხალხს გამოადგინა? ფულპუნგულ, ვახბუხრაკრუხ. ძალიან მომეწონა თქვენი გამომცხვარი პური. ერთი ცალი თან მიმაქვს, თუ ვინმე გამაბრაზებს თავში ჩავარწყავო. ისე ჩვენთან პურს, ჩვენთან ქალიშვილების სილამაზისათვის წინაკბილებს ქვებით იმტვრევენ. ამ პურს ვაჭუქებ და წინა კი არა უკანაკბილებიც აღარ შერჩებათო. ჩვენ სიგარეტებზე რა ვისახავთ? ბატონო ფეიჰოა და რომელ სიგარეტს მიანიჭებდით უპირატესობას? ჰალა, კენდი, ჰოლა, მალბორო, ჰულა, კემელ, პრეზიდენტ, ბრუკლინ. ძალიან მომეწონა სიგარეტი ასტრა. ჩვენთან ეხლა ვითხები მომრავლდნენ და ასტრას ბოს გამოვიყენეთ მათ დასახოცავადო. ისე კი ასე გიჭირთ თივა და რატომ სიგარეტისთვის ამდენ თივას რატომ აფუჭებთო? აბატიეთ ბატონო ფეიჰოა, მან პრეზიდენტის კოლოფში ასტრას გერები მეყარა. შემეშალა და ის შემოგთავაზეთ. ახლა კი შეიძლება შემდეგი შეკითხვა.
რაც ისახავთ ჩვენს ახალგაზრდობაზე. დუდუდუდუ ბაგბუგ ატა ფეიხუა მთვარო ქუჩაში ერთი გოგონა შეხვდა. ამ დროს მის სიახლოვეს მანქანა გაჩერდა. იქიდან 4 ჭაბუკი გადმოხდა. გოგონა წიხლებითა და მუჯილუღლებით ჩასწენეს მანქანაშიო. გოგონა განწირული ყვიროდა, მგონი ასე არ მოხდა. არ მიდიხარ შემხეცო, შედეგენერატო, შეკრეტინო. მე მგონი შესაჭმელად უნდოდათ. ისე გოგონა ძალიან გამხდარი იყო. ჩვენთან შესაჭმელად უფრო მსუქნებს არჩევენო. ბატონო ფეიხუა, თქვენ როდემდე უნდა იყოთ საქორწილო? როდის უნდა შეერთოთ მე-300 ცოლი? თუ ხარჯი არავინ მოგეწონათ? ფეიხუა ამბობს, რომ ჩემი საიდუმლოება და შემდეგ მოგახსენებთო. ისე კი ძალიან მიჭირს გოგონებისა და ბიჭების ერთმანეთში გარჩევა. განსაკუთრებით შარლიანი გოგონებისა და ბედნიერი ვაჟები მერევე ერთმანეთში. რა ჯობია ჩვენს ქვეყანას? ხალი და კაცი იქ სუყოლადი შიჩლები დადიანო. ბატონო აბდალ, მაინც რა ნახეთ ქარელის ქუჩებში, რასაც თქვენს ქვეყანაში არ შეხვედრიხართ. ვაი. თქვენ უკვე მიხვდით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ ფეიხუა ამბობს, რომ ქარელში განსაკუთრებით აღნიშნავენ ძაღლის წელიწადსო. აქ ძაღლები ძალიან დიდ პატივში არიან. ყველა ეთერება, ყველა მოწიწებით ექცევა. ზედმეტ სიტყვას არ აკადრებენო. მე რომ დამინახეს, 7 ძაღლი გამომეკიდა, 3 შარვალი რიგრიგობით გამაძრეს და დაინაწილეს სუვენირებად. ოღონდ ცოტა ზედმეტი მოუვიდათ იმ ცერქებს და ერთი ადგილი ფიაო. თუ საიდუმლო არ არის ძვირფასო სტუმარო, საიდან გაჩნდა თქვენს გვარში სიტყვა ბუხუა? და რატომ გაქვთ ასე გრძელი გვარი? დუდუდუდუ ჩემი ცოდვა. ფეიხუა მთვარო, ერთი მეგრელი ყველა ქვეყანაში მოიძებნებაო. ბებია ჩემის, ბებია სამეგრელოდან აფრიკაში მოიტანეს და მის საპატივსაცემად ვატარებ ამ გვარსო. ხოლო ბუხუა რაც შეეხება გვარს, პაპაჩებს უფრო გრძელი გვარი ჰქონდა და თუნებას მომცემთ წავიკითხავო. დაბდულ მაბდულ საბდულ სანდალ დანდალ ბანდალ ბანსალ სალამ დალამ დინდიმ აბელ მაბელ კაბელ დაბელ ჰამალ ბამალ დამალ წამამ ალამ მალამ სალამ სირიმ სარიმ დალიმ ხარიმ ხაჭიკ მანდი ჰამე მანდი ჯერ 10 ფურცელი მაქვს დასაკითხი, რატომ აჩერებო? მისტერ ფეიხუა, თქვენს მეგობრებს თუ შეხვდით ქარაშია, თუ ესაუბრეთ მათ? ატა შუშუნ პუტუნ კიო, ჩემს უახლოეს მეგობრებთან კონფიდენციალური საუბარი მქონდა. იგი ახლა ოპოზიციაშია ხელისუფლებასთან, ადრე ტაშის დამკვირვებთა და შალაკოს დამკვირვებთა ბრიგადაში იყო გაერთიანებულიო. ახლა კი გვარების მსროლელთა პარტიას აყალიბებს. ხვალ პარლამენტის ხდომაზეა მიწვევს და სიტყვით გამოსვლას აპირებს. მთხოვა რაიმე თქვენებური გინება მასწავლეთ, ჩვენი გინებები თითქმის ყველა ამოიწურა, თითქმის ყველა უკვე ხმარებაშიაო. ხოდა მეც ვასწავლე, რომ აი მეგობარს როგორ დავამატებილიო. თუ საიდუმლოება არ არის, მხოლოდ ჩვენს ადუხილო. დუდუ სერლაიკუ შენ შიფერი ხომ არ გაგიცურდა? მე ჯერ ადამიანი თავებია, ლაპარაკი შენ რა გამართლებს აბორებო. ხო. გამზორების წინ რასაც ყოლეთ ქარელის მაყურებელი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ფეიხუას გადაწყვეტილი აქვს სიურპრიზი შემოგთავაზოს და როგორც პრეზიდენტმა ჩვენ მშობლიურ ენაზე ქართულად მოგმართოთ. ხალა მისტერ ფეიხუა. ძვირფასო ქარელიელებო ძიმე მივდივარ და გული მწყდება წერტილი ქარელიზე მიყვარს როგორც ჩემი ჯუნგლიები ჩემი დედაგებიცები წერტილი წერტილი და ძიმე არა შაქარი მაინც არ აქვს და შაქრად შეგერბოთ ჩემი ჩამოტანილი 3 დოლარა ფქვილი მეორე
ჩამოვა კატოს ჩამოვიდა. ოღონდ ტომარები შემინახეთ. არავინ მოიპარეს. ჩამოვალ მომავალ პერისტვალებას. კარგი პერი გეკნება. მაშინ გიჭურებთ თურქმენეთი გაზი გაეშვას. ლამპიჩუკები არ ჩაქრობოდნენ. ყველი კუპონები ჩავდეთ კუბოჩი. დავიდა განებო დაიჭიმბა. მაგ ჩემი თვითმეტი. მაგ ჩემი თვითმეტი მომატოთ ერთი. თუ არ შეუშვებს ქართველები გალიაში. გალიაში ჩამოვიყვან ასის ზანგი და მე ისპენი არქივა სუ ძინძიმბა იქნება. ჩემი დედა და თქვენი დედა გებიჭებით ძალიან შემიყვართ. მივდივარ და შოთას კაროსავის მომდის წრემლე. ნახვამდის ჩემო სანდოს შვილებო, სატანდრის შვილებო, დაბრუნდი შვილებო, გელა შვილებო, სანდო ჯებო, აბაში შვილებო, ტარიელა შვილებო, ატანდილა შვილებო, უდულა ჯებო, მარჯანი ჯებო, ნადირი შვილებო, შავი და თეთრი და შვილებო, ცივცივა ჯებო, ცივცივ ღვინა შვილებო, ციცუა შვილებო და ყველა შვილებო. ახლა სასწრის წინ ეთი სურპრიზი მინდა შემოგთავაზოთ. თქვენ იცით რომ მე 299 წოლი მყავს და 301 მაკლია. ოდა გადავწყვიტე თქვენი შეჯიბრო ხდე. ძალიან მომეწონა თქვენი თარგმანი და მინდა ოხფითებით წავყვანო. ოღონდ ერთი პირობით ძალიან თეთრია და გთხოვთ მოგება უფრიდას შავად შეაგებინოთ, თორემ ჩემი ცოლები არ მიიგებენ. პალაუ მე დავამთავრე. ძახილის ნიშანი. მისტერ ფეიქვა, ახლა კი ჩვენ შემოგთავაზებთ სიურპრიზს. ძვირფასო სტუმარო, თქვენს გასაცილებლად კუნძულ ტაიტიდან ქარეში სპეციალურად ჩამოგბრძანდა პრინცესა ნარგიზ ნარცის ია ქეთია, რომელიც შეასრულებს ფრენდავი ვიდრული სიმღერას. ხოთ პრინცესა.
ასე ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე არ ვიცი ახლა თქვენ რამდენად მოგეწონათ ჩვენი გადაცემა და საერთოდ მოგწონთ თუ არა ჩვენი გადაცემები, მე მინდა ერთი შეკითხვით მიმართო მაყურებელს. როგორი აზრის ახართ ჩვენს გადაცემებს? გადაცემაში მონაწილეობდნენ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ქეთევან ყოღობერიძე, მსახიობები ნინო მარჯანიძე და მიხეილ შაბდათუაშვილი, გიორგი თურქაძე და სხვები. ოპერატორი რამაზ გიორგიშვილი. მუსიკალური გაფორმება და მონტაჟი მურატ საზანდრიშვილის. გადაცემის ავტორი ვასილ მამულაშვილი. სატელევიზიო კომპანიის დირექტორი ბადრი ნანეტაშვილი. მომავალ შეხვედრამდე.